აჰა. მადლობა. და ხო ეს წიგნი შარშან ზუსტად ამ დროს აღმოჩნდა ჩემს ხელთ, მათხოვა ყოფილმა მოსწავლემ, რომელიც ახლა არის ჩემი კოლეგა, ისიც მასწავლებელია და აღმოჩნდა რომ ეს იყო საუკეთესო სტარტი. იმიტომ რომ აი ამ წიგნში არის ზუსტად ისეთი რაღაცები, რაც ჩვენ მასწავლებლებს შესაძლოა ყველანი არა ვართ მასწავლებლები, მაგრამ რაღაცნაირად გვაქვს ამ პედაგოგიურ სივრცესთან კავშირი, ან ყავს შვილები, ძალიან გამოგვადგება. ეს წიგნი იყო ასეთი ჩემთვის, იმედი მაქვს ასეთი აღმოჩნდა თქვენთვისაც, თუ ჯერ წაკითხული არა გაქვთ, იქნებ ჩაინიშნოთ და საკითხავი წიგნების სიაში შეიყვანოთ. და მოდით ახლა პირდაპირ დავიწყოთ. მე გთხოვთ, რომ მოიმარჯვოთ თქვენი ბლოკნოტი ან ფურცელი და კალამი. ახლა გავაზიარებ ეკრანს. ასე და წავიკითხავ შესავალს ამ წიგნის პირველი თავის რამდენიმე აბზაცს. ეს იქნება ერთგვარი ლიტერატურული ეპიგრაფი ჩვენი შეხვედრის. და კითხვის შემდეგ ერთი შემოქმედებითი სავარჯიშო შესრულებას გთხოვთ. ამისთვის დაგჭირდებათ კალამი და ფურცელი, თუ კი სურვილი გექნებათ შეასრულებთ ამ დავალებას. ეს წიგნი იწყება ასე. მე და ჩემი შვილი მას პროფესორს ვეძახდით. ის კი ჩემს ვაჟს რუტოს, იმიტომ რომ თავი მათემატიკური ფესვივით დაბრტყელებული ჰქონდა. მეგობრებს რომ არ დაეცინათ, ყოველთვის ქუდი ეხურა. ო, როგორ ეტყობა ამ თავს, რომ ჭკუითაა გატენილი, თქვა პროფესორმა. თან თავზე ხელს უსვამდა და თმას უჩეჩდა ჩემს შვილს, რომელიც მის მოგერიებას მხრებში თავის ჩარგვით ცდილობდა. ამის გამოყენებით უსასრულო, ან თუნდაც წარმოსახვით რიცხვებსაც კი ახალი ფორმის მიღება შეუძლიათ. პროფესორმა მტვრიან სამუშაო მაგიდაზე კუთხეში საჩვენებელი თითით ეს ნიშანი დაგვიხაზა. აურაცხელი რამ ვისწავლეთ მე და ჩემმა შვილმა პროფესორისგან. მაგრამ მათ შორის ყველაზე გამორჩეული ადგილი ფესვის მნიშვნელობას უჭირავს. ახლა ესეთ რამეს გთხოვთ. აი ეს ფურცელი და მათემატიკური სიმბოლოების გამოყენებით შეეცადეთ საკუთარი თავის შემოქმედებითი თვით იდენტიფიკაციისთვის, შეარჩიოთ რამდენიმე მათემატიკური სიმბოლო და რა ასოციაციები გიჩნდებათ. თქვენს რომელ თვისებას გამოიტანდით მათემატიკური სიმბოლოს მეშვეობით სააშკარაოზე. ნიმუშისთვის მე თვითონ შევასრულე ეს დავალება, საერთოდ ამას ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე, სანამ მოსწავლეებს რაიმე დავალებას მივცემ, მე თვითონ პირველ რიგში ვასრულებ ამ დავალებას. და ახლაც გთავაზობთ რამდენიმე მათემატიკურ სიმბოლოს, რომელიც მე მოვიშველიე, იმისთვის რომ რამდენიმე რაც ვფიქრობ, რომ მე მახასიათებს თქვენთვისაც წარმომედგინა. მე მინდა რომ ჩვენ გავეცნოთ ერთმანეთს. და ამისთვის ვფიქრობ ეს იქნება საინტერესოც და სახალისოც. მაგალითად, უსასრულობის ნიშანი, უსასრულო ცნობის მოყვარეობად მინდა მივიჩნიო, მუდმივად რაღაცის კვლევის სურვილი მაქვს და ეს არის დაუოკებელი და იმედი მაქვს გამყვება ასეც. შემდეგ მე მიყვარს ძალიან პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების გამთლიანება. ეს ორი რამ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ წარმომიდგენია. ტოლობის ნიშანს როგორც ბალანსის სიმბოლოს ისე დავსახავდი და ტოლობის ნიშნის შემდეგ ნულს როგორც მზაობას ყოველთვის და ყველაფერი დავიწყო თავიდან, არ შემეშინდეს და განულება არ იყოს ჩემთვის რაღაცის დასასრული, არამედ იყოს დასაწყისი. ასევე მოვამზადეთ თქვენთვის ეს სიმბოლოები, თუ გნებავთ ეს გამოიყენეთ, ჩანს ხო ეკრანზე? ეს ხარება. ხო, შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ, შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა, უბრალოდ მათემატიკურ კონტექსტს ეს წიგნი გვთავაზობს, ამიტომ ვიფიქრე მათემატიკურ სიმბოლოებზე, შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა სიმბოლო. და ერთი რამ მე მინდა გთხოვოთ, რომ თუ კი სურვილი გექნებათ, ჩატში რო გაგვიზიაროთ, ან თქვენს ფურცელზე დაწერეთ. წამოწიეთ წინ რაიმე თქვენი თვისება. რის შესახებაც სხვებსაც ეტყოდით.
გიორგი, რაღაც იმაში ვარ ჩართული რა, მთელი თვა ველოდებოდი ამას. თუ გინდა მოდი შენც მოусმინე. აა დიახ, მე გასაგებია. მგონი გადასარევი უკავშირი იყო ნინო. ხო. ავიღოთ 1 წუთი ამისთვის. გაშალეთ თქვენი ფანტაზიის ფრთები და იფრინეთ მათემატიკურ სამყაროში, ან ნებისმიერ სხვა სამყაროში და წარმოუდგეთ ერთმანეთს. ვინ ვართ? აქაც საინტერესოა, რამდენად გექნებათ სურვილი ჩატში გაზიარების. და თუ კი არ გექნებათ, მაშინ შეიძლება გავუგოთ ხოლმე იმ მოსწავლეებს, რომლებმაც რაღაცები ძალიან კარგად იციან, მაგრამ ხელს არასდროს არ იწევენ და არ გამოთქვამენ საკუთარ თავს სცენაზე არ აყენებენ. და რატო აკეთებენ ისინი ამას? ამ კითხვაზე პასუხს მაშინ ვიპოვით, როცა ჩვენ თვითონ არ ვაკეთებთ. ხო? გამარჯობა. მგონი თუ არავინ არ არის ჩემზე წინ, შემიძლია მე დავიწყო. სიამოვნებით, თამარ. ეს მე ცოტა სხვანაირად გავიგე თქვენი დავალება და ვნახოთ როგორ გავართმევ თავს რეალურად ხა ფურცელზე უცებ გავაკეთე. ეხა ეს არის წრეწირი, რეალურად მათემატიკური სიმბოლო ესე ნაკლებად არის, თუმცა მათემატიკაში საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი ადგილის მქონე და გაყოფა. ანუ რატომღაც რაღაც წრეწირი ჩავთვალე რაღაც მუდმივობის სიმბოლო, ანუ არა როგორც უსასრულობის, არამედ რაღაცა წრეზე ტრიალის სიმბოლოს მსგავსი და გაყოფა ძალიან საინტერესოდ გქონდათ თქვენც მოცემული აქ რომ რაღაც ცოდნის გაზიარება. მე ვარ დაწყებითობის მასწავლებელი, რომელიც ეს წრეზე დავდივართ ხოლმე ხშირ შემთხვევაში. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ისევ თავიდან და რაღაცნაირად ეხა ამ ეტაპზე რაღაც ამ კუთხით გადავწყვიტე რომ წარმედგინე ჩემი. ნახოთ. მეტია ცოტა გამოდიოდა. დიდი მადლობა. ზუსტად ეგ არის, რაც მქონდა ჩაფიქრებული, კი. თავიდან გამიჩნდა კითხვა რატო წრეწირი, მაგრამ მე შესანიშნავად ახსენით. ნათია გვიწერს, მიყვარს, როცა ძირითადი რაღაცები უცვლელია. მე მგონი ხო, მაგრამ წერია სამი. კი. პირი წერია 3.14. ეგ ხო ყოველთვის მუდმივია, უცვლელია. ხო და ძირითადი რაღაცები რო უცვლელია. კი, მადლობა ნათია. ხო, რაღაცნაირად ეს მათემატიკა და ქართული თითქოს ერთმანეთის გვერდ იშვიათად არიან ხოლმე, მაგრამ ძალიან საინტერესო ტანდემია. მე მქონია გამოცდილება მათემატიკასთან და განსაკუთრებით ვეფხისტყაოსნის სწავლების დროს. და ხო, ცოტა ტანდემია. იშვიათი, მაგრამ საინტერესო. კარგი, თუ კი სურვილი გაქვთ, ჩატში მოიწერეთ და ნახავთ და გაგეცნობით, ან ელენე და მარიამ. ელენე გისმენთ, სალამი. გამარჯობა. ჩემ თავს ვეღარ ხედავ, რას დავაჭირე. თქვენ კი ხედავთ ნინო. კარგით, ანუ კი თქვით ჩატში დაწერეთო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ის არის, ანუ როგორ თქვა, ადვილი არაა ეს დავალება ჩემთვის და იმაზეც დავფიქრდი, როდესაც თქვენ თქვიროთ, რომ აი რა დროს იკავებენ ბავშვები თავს ხო პასუხისგან და ეგ ემოცია მქონდა, რომ აი ნეტავი სწორად გავიგე ინსტრუქცია და მე ვთქვი, რომ თქმად ყოველთვის ღირს, თუნდაც სწორად გავიგე თუ არასწორად. ანუ პირველივე ფიქრი რაც წამომივიდა ეს იყო მიმატების ნიშნები, ოღონდ აი როგორ იცი პაწაწინა და ნელ-ნელა რო იზრდება ეს მიმატების ნიშნები და რატომ იცით, აი ზოგადად მივხვდი რომ მიყვარს ბევრი ანუ სწავლის პროცესები მიყვარს, მაგრამ ხშირად ისეთ რაღაცებსაც ვსწავლობ და დავისწავლი, რაც საჭირო არაა ხოლმე. და კიდე უცნობი ცვლადი, აი ეს X-ი ეგრევე გაჩნდა ჩემს გონებაში, ჩემ თავთან, იმიტომ რომ ყოველთვის ან ვეძებ, რომ რაღაცა X სიმბოლოდ შევრაცხო და მე იმის ამოცნობისკენ წავიდე, ან ხანდახან შეიძლება ბუნებრივათაც ჩდებოდნენ ხოლმე ეს ამოუცნობი ამბები, რომ და მე მიყვარს, რომ აი ამისკენ მივდე. ასე რომ ჩემი თავი ამ ორ ნიშანს დავაკავშირე ამ ეტაპზე. მადლობა ელენე. კი, ზუსტად გაქვთ გაგებული დავალება.
და ეგ დაკვირვებაც მართლა საინტერესოა, აი რატო ხდება ხოლმე რომ ზოგჯერ და რა არის რაც გვაფერხებს. მე ყოველთვის ვაკვირდები საკუთარ თავს აი იმ მომენტებში, როცა ვცდილობ რომ თავი შევიკავო, ან კითხვის არ დასმის დროს, ან მონაწილეობას არ ვიღებ და მე ვეკითხებ საკუთარ თავს, რატომ, რა მიშლის ხელს, რა წინააღმდეგობა ირთვება. მარიამ გისმენთ? მოკლედ, მე რატომღაც სხივი ავირჩიე. რაღაცა ერთი საწყისიდან წამოსული უსასრულოდ რო გრძელდება და აი საწყისი რაღაცა ის მნიშვნელოვანი ფასეულობები, რაღაცა ღირებულებები, საიდანაც ალბათ ჩემი აზრით ვცდილობ რომ დავიწყო ჩემი სვლა და თანაც რაღაცნაირად ეს სიმბოლური სახელია, ხო? ერთი განმარტება არ აქვს და ისეთია საინტერესოა სხივი, როგორც მზის და ნათების რაღაცა ანარეკლი და წამოსული რაღაცა სიკეთისგან და სინათლისგან. ხო, და რა ვიცი, ისეთია, კაი დავალება იყო. და რაც შეეხება იმას, მეც აი ელენისი არ იყოს, როდესაც აი მსგავსი შეხვედრები გვაქვს ხოლმე და როდესაც მე ვდგები მოსწავლის პოზიციაში, ყოველთვის ეს მეხმარება დავინახო, რას გრძნობს მოსწავლე, აი, როდესაც რაღაცას ეკითხებიან, ან რატო არ პასუხობს, ან რატო იკავებს თავს, კარგი ის იყო. აი ეს დაკვირვებები, მე თავად მეხმარება შემდეგ მოსწავლეებთან უფრო გამგებიანი ვიყო, მათი ქცევა უფრო კარგად აუხსნა ხოლმე და საინტერესოა ესეთი დაკვირვებები მართალია. ასე რომ რატომაც ავირჩიე ეს სხივი და ეს მათემატიკური ფორმულა ისეთ საინტერესოდ წამოვიდა. მადლობა მარიამ, აი ჩატში გვაქვს კიდევ საინტერესო უსასრულო სიყვარული თუ სწორად ვხედავ? მაძიებლობა პლუს ანუ მიმატები პლუს მაძიებლობა და გამრავლებული სიკეთეზე. ხო, შვენიერი ფორმა. გამრავლებული სიკეთეზე. ეკასგან გვაქვს. რატომღაც მე ასე წარმოვიდგინე კი ეს ჩემი შვილის ზომით ვარ ლანა მქვია. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. ნუ რატომღაც ასე წარმოვიდგინე და აქვე ჩავნიშნე. მადლობა. ხო, საინტერესოა ხოლმე, როდესაც ამ თვით იდენტიფიცირებას ვახდენთ, ხა სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვა რაღაცა წამოიწევს წინ. მაგალითად, პასუხი კითხვაზე, ერთხელ გერმანიაში ვიყავი კონფერენციაზე და არასდროს არ დამოვიწყდება გამომსვლელმა დაიწყო თავისი გამოსვლა, ამით მე ახლა დავსვამ კითხვას, რომელზე პასუხი არც ერთ თქვენგანს არ აქვს და არც ექნება მთელი ცხოვრების ბოლომდე, საკუთარ ცხოვრების ბოლომდე და კითხვა იყოს იგი ვინ ვარ მე? და ეს ვინ ვარ მე, ეს არის კითხვა, რომელიც ნამდვილად მუდმივია და თან სხვადასხვა პერიოდში ჩვენი ცხოვრების ან სხვადასხვა კონტექსტში, სულ სხვადასხვა რაღაცები მოდის და ეხლა აი მათემატიკურმა კონტექსტმა ესეც საინტერესო თვით იდენტიფიცირების რაღაც თვისებები ამოიღო ჩვენგან. აი ასე მინდა რომ საკუთარი თავის ხვების წინაშე წარვაჩინო. ეკასგან გვაქვს კიდევ ესეთი ტოლობა, ძახილის ნიშანი. ეკა ახსნით ამ ძახილის ნიშანს. თუ სურვილი გაქვთ. კითხვის ნიშანი. დიახ, მოგესალმებით. დიახ. ეს ძახილის ნიშანი იმ წუთში გამახსენდა, როგორც მოგვეცით ეს დავალება, რომ მუდმივი მზადყოფნა. ჩემი მუდმივი მზადყოფნა ბავშვების ცნობის მოყვარეობისა და კითხვებზე პასუხის გასაცემად. მუდმივი ძიება და კითხვის ნიშნებია ეს შეკითხვები, სიახლეები, რასაც ბავშვები ელოდებიან ჩემგან. რატომღაც ეს მომივიდა აზრად პირველი. მადლობა. გაზიარებისთვის. ახლა რამდენი საინტერესო რამ არის, ხო, A-ს პლუს AB უსასრულობას რო უდრის. სულ ვებრძვი დაბალ თვით შეფასებას ჩემშიც, მოსწავლეებშიც. გაყოფის ნიშანი მასწავლებლებით სურვილის გაზიარებას ყოველდღიურად ვახორციელებთ. უსასრულოდ ვიწყებ თავიდან. ხო, შესანიშნავია ძახილის ნიშანს პლუს კითხვის ნიშანი. ძახილის ნიშანი არის ჩემი მდგომარეობა, მუდმივი მზადყოფნა ბავშვების. ეს ეკამეთქნა. ძალიან დიდი მადლობა. აღარ შევჩერდები, თუმცა კი, ეხლა რომ ჩვენ ცოცხალ შეხვედრაზე ვიყოთ, ეს კიდევ დიდხანს შეიძლება და გაგრძელებულიყო და უკეთაც გავეცნობოდით ერთმანეთს. დავტოვოთ ასე როგორც არის, გადავიდეთ შეხვედრის მეორე ნაწილში. მინდა შემოგთავაზოთ ესეთი სამუშაო საფიქრალი. მე მინდა რომ ცოტაოდენი ვიფიქროთ პედაგოგიკის ძირითად კანონებზე. საერთოდ პედაგოგიკა ეს ჩვენი სფერო, მე როგორც მასწავლებელი ისე ვლაპარაკობ,
არის საინტერესო. რატომ? ეს არის ერთი მხრივ მეცნიერება, ხო, მტკიცებულებებზე არის დაფუძნებული. მეორე მხრივ ეს არის ხელოვნება. კიდევ ვიცით, პედაგოგიკას ხშირად ხედავ ხოლმე გვერდიგვერდ მავალს მედიცინასთან. ამაზე მე ცალკე შეგვიძლია კიდევ ვილაპარაკოთ, რატომ მომდის ეს ასოციაცია. ამას წინ ესეთი ფიქრი მომივიდა, რომ აი როგორც მედიკოსისთვის, ექიმისთვის არის სიმპტომი ავადმყოფის ცხელება, ხველება, რაღაცის ტკივილი, ზუსტად ასე პედაგოგისთვის სიმპტომატურია ხოლმე მოსწავლეების სხეულის ენა. ახლა ჩვენ რაც წავიკითხეთ, იქ რუტოს თუ გახსოვთ, ხრებში რგავს თავს და საერთოდ არ უნდა რომ შეეხოს. თავიდან ეს რეაქცია აქვს ბავშვს და ეს სავსებით ნორმალურია, ხო? ანუ ბავშვის ჩვენი მოსწავლეების მხოლოდ პასუხზე კი არა, მხოლოდ რაღაც როდესაც აქტივში არიან ისინი, როდესაც აქტიურობენ, მხოლოდ მაშინ კი არა, არამედ სხვა შემთხვევებში ჩვენ მათ ვაკვირდებით და ვსწავლობთ და ვიკვლევთ და ვასკვნით რაღაცებს. ხო, ისევ პედაგოგიკას დავუბრუნდები ამ ჩვენს კიდევ ერთხელ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მეცნიერებას და ამავდროულად ხელოვნებას. და ვიტყვი, რომ პედაგოგიკა ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დგას გარკვეულ საძირკველზე. შეგვიძლია სვეტებით წარმოვიდგინოთ, სვეტებადაც წარმოვიდგინოთ ეს სურათხატიც. ამ სამკუთხედს დავარქმევ, ამას ვალდორფის პედაგოგიკაში ასეც ქვია, პედაგოგიური სამკუთხედი, იმისთვის რომ შედგეს პედაგოგიური აქტი დავარქვათ. აი ჩვენი სამუშაო რას გულისხმობს? ჩვენი სამუშაო დგას აი ამ სამკუთხედზე, ეს არის მშობელი, ეს არის მასწავლებელი და ეს არის მოსწავლე. და ამ წიგნში აი ეს საძირკველი, ეს საფუძველი, ეს სვეტები შესანიშნავად არის წარმოჩენილი. სცენაზე დგას სამი მთავარი წარმოსახვის სცენაზე. დგას სამი მთავარი გმირი და ესენი არიან მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე. ამ სამკუთხედის რომელ კუთხეში რომელი დგას ამას მნიშვნელობა არ აქვს, მშობლით დავიწყოთ. მთავარი მოქმედი პირი, ვინც ყდება პირველ პირში არის ეს თხრობა. მე რომ ვკითხოთ, ეს არის იდეალური მშობელი, იდეალური დედა, რომელიც სიუჟეტის მიხედვით არის დამხმარე ქალბატონი პროფესორისა, მაგრამ პირველ რიგში ეს არის უპირობო მხარდამჭერი და დამხმარე საკუთარი შვილის. და ასეთი მშობლის, ანუ მასწავლებლის და მშობლის კავშირის გარეშე ჩვენი პედაგოგიური მიზნების მიღწევა შეუძლებელი თუ არა ძალიან რთულია. ამიტომ სამკუთხედის ეს კუთხე ძალიან მნიშვნელოვანია. მშობელი რამდენად არის ჩართული პედაგოგიურ საქმიანობაში, რამდენად არის აი ამ სამკუთხედის ნაწილი. მასწავლებელი და ცენტრში დგას ამ წიგნის მიხედვით პროფესორი. ერთ-ერთი გმირი ესე ამბობს მასზე, მის ტვინშიო არის მეხსიერების 80 წუთიანი კასეტა. ვისაც წაკითხული აქვს, ხდება რაზეც ვამბობ, ვისაც წაკითხული არ აქვს, ერთგვარი ინტრიგაც ექნება. ხო, და ამაზე ვისაუბრებთ მერე მოგვიანებითაც, ეს არის ერთგვარად ასევე იდეალური სახე მასწავლებლისა და თუ რატო ამაზეც მოგვიანებით. და ასევე სამკუთხედის ნაწილი მოსწავლე ბიჭუნა ბრტყელი თავით, რომელსაც უწოდებენ რუტოს, პროფესორი შეარქვეს მას ასე. ხო, და ეს სამკუთხედი ჩვენ ხშირად გვიფიქრია და ერთმანეთში გვისაუბრია კოლეგებს, რამდენად მნიშვნელოვანია შედგეს. აი ეს პედაგოგიური სამკუთხედის თითოეული წევრი იყოს აქტიური და ერთი მიზნისკენ მაღალი. და ჩვენი შეხვედრის ცენტრში დღეს ჩვენ დავაყენოთ პროფესორი. და შევეცადოთ მასზე დაკვირვებით რაღაც საინტერესო დასკვნები გავაკეთოთ. აი თვით რეფლექსიის საშუალებად ინსტრუმენტად დღეს ავიღოთ პროფესორი. ორიოდე სიტყვით მე შემიძლია ან თუ კი თქვენ გახსოვთ მის შესახებ, აი რას გაიხსენებთ, ვისაც წაკითხული აქვს, რა არის ამ გმირის მთავარი მახასიათებლები. შეფასებითზე არ ვამბობ, მოდით შეფასებითი არა, აი ფაქტობრივი რა შეგვიძლია დავასახელოთ. პირველი რა გახსენდებათ, ვინ არის პროფესორი? მოსმენის უნარი აქვს საოცარი.
და ბავშვთან ურთიერთობის, აი სწორი ურთიერთობის აგება შეუძლია. მზრუნველია პირველ რიგში და ყველაზე მეტად რაც მომეწონა მე პირადად და იქ როდესაც წერს პირველ პირში მშობელი ხო, უსასრულოდ შეეძლო მოსმენა და ამ მოსმენის დროს უხერხულობას არ ტოვებდა მოსწავლესთვის და იქ წერს დედა ერთ ადგილას რომ მას მათემატიკა მას ძულდა ძალიან სკოლაში და შეუყვარდა მას შემდეგ რაც პროფესორის გაკვეთილები მიიღო ასე ვთქვათ და ისმენდა და რატომ შეუყვარდა და თვითონვე აკეთებს დასკვნას რომ პროფესორი გისმენდა ისე თითქოს შენგან ელოდა განსაკუთრებული რაღაცის მოსმენას და ისეთ საინტერესოს და როდესაც შეცდომას ვუშვებდითო არასოდეს არ ბრაზობდაო ის ამაზეო და ის შეცდომის დაშვება ხომ რაღაცა ახლის აღმოჩენის შესაძლებლობად აღიქვამდა ამას პროფესორი და მე ნიშნებოდა ხოლმე და რაღაცა როდესაც მასწავლებელი ხარ სულ გახსენდება ასეთი ტექსტების კითხვისას შენ როგორი გწევი მოსწავლესთან და ხან წითლდებოდი და ხან მიხაროდა ხოლმე აი პროფესორის რაღაცა ეს მაგალითები ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის და მისი მიდგომები ამ მოზარდთან რიტოსთან ძალიან ისეთი შთამაგონებელი. ისიც აი თქვენ რა თვისებების გამოყავით, ხო? აი მაინც ამ თვისებებზე ყურადღების გამახვილება, ამ გმირში აი ამისიდან ხო ესეც ძალიან საინტერესოა. კი, ფაქტობრივი რა გახსოვთ? აი რითი არის ეს გმირი გამორჩეული? ფაქტობრივად მე არა რამდენიმე ახლა წავიკითხე ზუსტად წიგნი აი განსაკუთრებით ყველაზე მეტად მახსენდება და ისეთი ემოციური იყო ჩემთვის, როდესაც გებულობს რომ ამ თავის ამ ქალის შვილი არის მარტო სახლში და ამის გამო გადაირევა. აფორია ხდება, როგორ შვილი მარტო დატოვე და შენ ჩემთან მოხვედი მოსავლელად? მარიამ მე ცალკე გამოტანილი. აი მე რაღაცა ისე აფორია ხდი ამის კითხვისას. ზუსტად აქვს გათვლილი სამუშაო დრო, ასე ვთქვათ, მინიშნული და აი ყველაფერი განსაზღვრული აქვს და აი თავისი წესრიგით, ასე ვთქვათ, ყოველდღიური წესრიგით ცხოვრობს, რაც თვალშისაცემია ძალიან. კი. როგორც კი გამოჩნდება. და ეს რაღაცა იაპონურ ხასიათსაც ხაზს უსვამს. ადგილი, ნივთების ადგილი აქვს ზუსტად და იქ უნდა აიდოს ნივთი მისი გადაადგილება, ასე ვთქვათ, მისთვის ძალიან დიდ უხერხულობას ქმნის და ეს რაღაცნაირად ეს რიგი რუტინა და დისციპლინა, დისციპლინა. აი ეს კი ბატონო. აი დისციპლინა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დისციპლინის მოყვარული ადამიანია, ძალიან ადვილად შემოყავს საკუთარ წესრიგში აი ეს ბავშვი. ამ ბავშვისთვის ადგილს გამოყოფს და თავის მაგიდასთან გამოუჩენს ადგილს. და ეს ძალიან დასაფასებელია ესეთი ადამიანისგან, რომელსაც ესე განმარტოებით ცხოვრება არის შეჩვეული და საკუთარ ფიქრებში ესე იძირება ხოლმე და ვერაფერს ვეღარ ამჩნევს, მაგრამ ეს ბავშვი ცვლის მის განწყობას და მის ცხოვრების რიტმს. აი ეს არის მზადი იმისთვის, რომ შეიცვალოს და შეცვალოს ეს. ეს უკვე აღარ ქმნის მასში რაღაცა წინააღმდეგობრიობას აღარ აჩენს. იმიტომ რომ ბავშვი აი ამ პროფესორისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომლის ირგვლივაც თვითონაც მზად არის, რომ იყოს და მშობელსაც შეახსენებს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შვილია. და ბოდიში ისა უცებ ჩავამატებ ნინო, ჩემთვის აი ყველაზე როცა ვკითხულობდი, რა მენიშნა იცით, რომ საიდან იწყება შვილისთვის, როდის საიდან იღება კარი, აი ამ შემეცნების სფეროში, აი არეში. ხომ, აი დედის ინტერესი და როდესაც მშობელი თვითონ პოულობს რაღაცა საკუთარ თავში ძალას იმისას, რომ რუტინას გაექცეს და ინტერესი გამოხატოს რაღაცა სწავლის მიმართ, ეს შვილზეც აისახება და რაღაცას ამოხსნას, კითხვებს რო წაიყოლებს პროფესორის. ხანდახან აუცილებელია, რომ ეს მშობელი, გარდა იმისა, რომ საჭმელს აკეთებს, უვლის, ყოველდღიურ საქმიანობაშია ჩაფლული, ხო? და არც თუ მარტივ საქმიანობას ასრულებს ყოველდღიურად,
გამონახავს, ესე თქვათ, გამოსტაცებს ყოველდღიურობას საათებს იმისას, რომ საკუთარ თვითონ ისიამოვნოს პირველ რიგში. და როდესაც ამას შვილი ხედავს, ხომ, ეს ყველაზე დიდი მასწავლებელი ხდება აი ეს ფრაგმენტები ბავშვისთვის, რომ мотиваციას აძლევს. და ეს ძალიან ისე ფაქიზად და დაუტანებლად შემოაქვს ავტორს კითხველის წინაშე. და იცით, აი მე ვახსენე, რომ პედაგოგიკა არის უნიკალური. იმიტომაც არის უნიკალური, რომ მასწავლებელს პედაგოგს საქმე მხოლოდ მოსწავლესთან არ აქვს. ჩვენ სკოლებში, ჩვენ სასკოლო სისტემაში, ჩვენ ძალიან გვაკლია მშობლებთან ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად თითქოს არის საბჭო, მშობლები თითქოს ფორმალურად არიან ჩართულები, მაგრამ ეს არ არის ის კავშირი და ის სამკუთხედი, რომელზეც მე ვსაუბრობ. ხო, ეს ერთობა და კავშირი, საერთო მიზნისკენ მავალი სამი წვერი აი ამ სამკუთხედის. ერთს გაგახსენებთ კიდევ, ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანს ამ გმირისთვის, ფაქტი, რომელიც მოხდა მის ცხოვრებაში, ავტოავარიის შემდეგ ამ გმირს მეხსიერების პრობლემა აქვს, მისი მოგონებები გარკვეულ ასაკამდე არის მხოლოდ მის ტვინში დაგროვებული, იმის შემდეგ მას ახალი მოგონებები არ ემატება და ყოველ ჯერზე მას აქვს მხოლოდ 80 წუთიანი მეხსიერება. ანუ ამის იქით ყველაფერი იწყება თავიდან, აი როგორც ვახსენე, რძალი ამბობს იქ, რომ მას ტვინში 80 წუთიანი კასეტა აქვსო. და ყოველ ჯერზე, როდესაც ის ხედავს რუტოს, რუტო მისთვის არის ახალი და ამოუცნობი ადამიანი და მას არ აქვს არანაირი წინასწარ განპირობებული რაღაც შეხედულება მასზე, ან მოსაზრება, ან თვალსაზრისი, ან მოლოდინი, ან იარლიყი. რუტო ყოველ ჯერზე არის მისთვის ახალი ფურცელი. იმ მზაობით და საჭიროებებით, რაც ამ ბავშვს იმ მომენტში აქვს. და ეს არის ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი საფიქრალი. აი აქ მინდა შევყომდეთ ცოტა ხანი და დავფიქრდეთ ესეთ რაღაცაზე. აი ჩვენ ახლა წელსაც შევალთ კლასებში, ზოგიერთი შევალთ ახალ კლასში, ზოგიერთები კი შევალთ იმ კლასებში, რომლებიც მანამდეც ყოლია, ხო? წინა წელსაც ჩაგვიტარებია გაკვეთილები, ჩვენ ვიცნობთ მოსწავლეებს, ვიცით თითქმის ყველაფერი მათი შესაძლებლობების შესახებ. თითქოს ვიცით ყველაფერი. და აი აქ კითხვა, რამდენად ვაძლევთ ხოლმე ჩვენ საკუთარ თავს შესაძლებლობას და უფლებას. აი ამ ახალი განახლებული მზერით შევხედოთ ჩვენს მოსწავლეებს. მაგალითად, წელს რომ მე კლასში შევალ, ვიღაცას შევხედო, ისე კი არა, რომ მე ვიცი, ის არის ყოჩარი, ან პირიქით, მე ვიცი, რომ აი მას ცოტა რაღაც აქ საჭიროებები აქვს მეტი, ვიდრე არამედ სრულიად განახლებული მზერა მივმართო. ჩვენ ვართ მასწავლებლები, ჩვენ ვართ ადამიანები, გვაქვს რაღაც კატეგორიზაციის, ან სისტემატიზაციის, ან რაღაცნაირად განსჯის ცოდვას მოკლებულები არა ვართ. და რაღაცა შემუშავებული გვაქვს აი ეს, ხო? მაგალითად, კოლეგებთან ერთად როცა საუბრობთ ხოლმე, მომისმენია ჩვენ თვითფამს გავიზიარები ერთმანეთისთვის, რომ აი ყავს მაგალითად ვარსკვლავი მოსწავლეები და ჩამქვრალი მოსწავლეები, ყავს ყოჩაღები და ნაკლებად ყოჩაღები, ყავს აი ესეც მკვდარი სულები, ზოგჯერ ესეც ამ მეტაფორასაც ვიშველიებთ, ოქროს ბავშვები, ან ოქროს მედლის კანდიდატები, ან ოქროს მედალოსნები, ან აუცი ფრიადოსნები, უსაქმუროები და სხვა და სხვა. არა ვართ კიდევ ერთხელ ამ განსჯის ცოდვისგან თავისუფლები, მაგრამ ამის მიღმა რომ შევქმნა და ეს ალტერნატივაც და საჭირო დროს რომ გამოვიხმოთ პერსონაჟთა გალერეიდან ეს პერსონაჟი, პროფესორი და დავესესხოთ ეს თვისება და შევიდეთ კლასებში აბსოლუტურად განახლებული, განულებული მეხსიერებით და თითოეული ბავშვისკენ მიმართოთ მზერა არა წინასწარ განპირობებული, არამედ სრულიად ახალი. მე ვფიქრობ, ეს იქნება საინტერესო თავგადასავალი, რომელშიც ჩვენ ჩავხვდით ჩვენს მოსწავლეებსაც. არანაირი იარლიყი, აბსოლუტური განულება და ახალი მზერა. აი, პედაგოგიკის კანონებზე თუ ვილაპარაკებთ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეს მგონია. მოსწავლეს ყოველ ჯერზე მიეცეს შანსი ახლიდან წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები. დაგვანახოს საკუთარი თავი. აქ ახლა ერთ წუთში ზუსტად გაითიშება, ხელს ხედავ აწეულს და ლანა გისმენთ?
დიახ, მე ვარ. ესე იგი, კომფორტის ზონიდან გამოდის, როგორც ჩანს ეს პროფესორი, მე არ მაქვს წაკითხული ეს წიგნი და როგორც გურამ დოჩანაშვილს აქვს თავის წიგნში კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, პირველად წაკითხვის სიამოვნება მელოდება წინ. კი, გელოდება ნამდვილად. ეს მინდოდა აღმენიშნა, ძალიან საინტერესოდ ხსნით ამ ყველაფერს და მადლობა თქვენ მარიამ, მადლობა თქვენ ნინო და მადლობა იმისთვის, რომ მომეცა საშუალება, რომ თქვენ მოგისმინოთ. ძალიან საინტერესოა. ეს ჟუანტელი, ხო, ამაზე ბუსუსებს რო აჩვენებს. აი, სწორედ, კი. და ესეთი, რო შევყოვნეთ აქ და როგორღაც ეს ნაწილი შევაჯამოთ, აი იმ ფურცლებზე, რომლებიც მომარჯვებული გაქვთ, ან ისევ ჩატში. აი ფიქრი ან მოსაზრება ან თეზისი, რომელიც აი ახლა ამ სამუშაოს ჩატარების შემდეგ თქვენ გაგიჩნდათ, რომ მოაწესრიგოთ რამდენიმე საინტერესო წინადადებად. და ახლა გაითიშება, თუ სურვილი გექნებათ, რომ კვლავ დაბრუნდეთ და გავუზიაროთ ერთმანეთს. ანუ რაღაც ფიქრი, ან რაღაც მოსაზრება, თვალსაზრისი, რაც ამ სამუშაომ დამიტოვა. პროფესორის აი ამ თვისებამ, რომ გამოვიხმეთ ეს კაცი და დავაყენეთ ცენტრში. მე მანამდე განვაახლებ შეხვედრას.